თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ეს არის თითოეული ჩვენგანი სათქმელი, რომლებიც ვიდექით 1 საათის წინ გენერალურ პროკურატურასთან და რამდენიმე წამია გადმოვინაცვლეთ ქართული კოშმარის, იგივე რუსული ოცნების ოფისთან. ხედავთ თქვენ მოკალათებულ ადამიანებს, არ ვიცით ვინ არიან ისინი, მაგრამ აქ მყოფები მომიტინგეები მიმართავენ ძირს რუსული რეჟიმიდან, როდესაც მოვედით ჩვენ ამ ოფისთან, მომიტინგეები სკანდირებდნენ რუსებო, სიმბოლურია, იმიტომ რომ აქ ზუსტად რუსები ეგულებათ აქციის მონაწილეებს, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოვითხოვთ ყველა და ეს იყო დღევანდელი შეკრების მიზეზი, მათ შორის გენერალურ პროკურატურასთან, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი კოლეგა არის უკანონო პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ეს ჩვენ შესაბამისმა უწყებამ კი არ გვითხრა, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა, სახელმწიფოს არც კი აღმოაჩნდა ის ინტერესი, რომ მონიტორინგი ეწარმოებინა მზია ამაღლობელის შემთხვევაში, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. გესმით თქვენ შეძახილები, ყველა ერთიანია. მონებო ზუსტად მიესადაგება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სხედან ან არიან უბრალოდ რუსული ოცნების ოფისში, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს ქართულ და ქართველების ინტერესს. გელამ თივლიშვილთან გავაგრძელებ ახლა მე საუბარს პირდაპირ ეთერში. მოვისმინოთ მისი პოზიცია. გელა, ვიყავით გენერალურ პროკურატურასთან, გადმოვინაცვლეთ ქართული კოშმარის, იგივე რუსული ოცნების ოფისთან გზად შეხვდა იუსტიციის სამინისტრო და იქაც დავტოვეთ ჩვენი გზავნილი. რა არის ის მთავარი, რასაც ვითხოვთ და რაც მთავარია ვითხოვთ სამართლიანად? სამივე ეს უწყება, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და რუსული რეჟიმის ოფისი ერთნაირად არის პასუხისმგებელი მზიას პატიმრობაზე, ამ ქვეყნის გარუსების მცდელობაზე. მზია დააპატიმრეს იმისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის არის თავისუფალი გამოცემების ხელმძღვანელი პირი. მზიას დაპატიმრება თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს მომეტებულ საფრთხეს, კიდევ უფრო გაზრდილ საფრთხეს, რომ ნებისმიერ დღეს თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთივე დანაშაულებრივი პროვოკაციის მსხვერპლი, როგორიც გახდა მზია ბათუმის პოლიცმაისტერის მიერ ორგანიზებული და მოწყობილი დანაშაულის მსხვერპლი. მზიას ჯანმრთელობა არის საფრთხეში, ის სახალხო დამცველად წოდებული რომ ამბობს, რომ ნორმალურად გრძნობს თავსო. ეგ ისეთივე მაგან ისევე იცის ადამიანის კვლევი და მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც რამდენიმე დღის წინ კონფიდენციალური ინფორმაცია რო გათქვა, ამიტომ მას არ დაეჯერება. სირცხვილია ეგ რომ ჩვენი სახალხო დამცველი ხთვია მას. ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ მზიას გათავისუფლებისთვის, იმიტომ რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა, როგორც გითხარით, ნიშნავს დამოუკიდებელი მედიის მოხრჩობას და ამას არ დაუშვებთ, ვიდრე ეს შეგვიძლია. აბსოლუტურად გეთანხმები და გიერთდები გელამ თივლიშვილს, ჩემს კოლეგას უსმენდით პირდაპირ ეთერში. განგაშის ხმა ისევ ჩაერთო, უკან დადიან პოლიციელები, რომ გზის სავალ ნაწილზე არ მოხდეს გადასვლა. ჩვენ ახლა ეგრეთ წოდებულ ბასლაინზე ვდგავართ. ამ სივრცის გამო თავისუფლებაც კი არ უნდოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რეჟიმი ვერაფერს გახდა, იმიტომ რომ ადამიანების რაოდენობა იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ჩვენ მსვლელობით გადმოგვენაცვლებინა აქ. ცალკე მოსაყოლი ამბავი არის, პოლიციელები როგორ გამორბოდნენ გენერალური პროკურატურიდან რუსული ოცნების ოფისისკენ, როგორც ცდილობდნენ, რომ მომიტინგეებისთვის დაესწროთ აქ მოსვლა იმ შენობასთან, რომელიც ისედაც დაცულია და არავინ უახლოვდება ამ რუსული ოცნების ოფისს. ალბათ ხედავთ კიდეც ამას კადრში, ჩემს ზურგს უკან დიდი ბანერი აქვს გაშლილი აქ აქციის მონაწილეებს. თავისუფლება ბათუმელების და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს ის 16 დღეა შიმშილობს და მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. ჩვენ ეს ინფორმაცია დღეს მივიღეთ, თან მე გავაგრძელებ ჩემს კოლეგებთან საუბარს. აქ არის ნინია კაკაბაძე და მასთან გავაგრძელებ საუბარს პირდაპირ ეთერში. ნინია, ერთი არის სახელმწიფო როგორ ემყრობა მზია ამაღლობელს, როგორ დასაჯა სამაგალითო ჟურნალისტი და თან ჟურნალისტი, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო ნამდვილად არის და იმის ნაცვლად, რომ უწყებებმა მონიტორინგი გაუწიონ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ვიღებთ ამ ინფორმაციას. ანუ რამდენი ტიპის ადამიანის უფლებების რღვევასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? ძალიან ბევრი და ყველა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, დღევანდელი ომბუდსმენის მე მთლიანად მისი გამოსვლა ბრიფინგი არ მინახავს, მაგრამ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
წარმოუდგენელი არის, რომ ადამიანი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი. უბრალოდ მზია ამაღლობელი არ არის ის ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ ან სუსტად ვარ, ან ცუდად ვარ, ან თავბრუნ ეხვევა, ან არ გძნობ თავს კარგად და ისინი მთლიანად ეყრდნობიან აი ამ მართლა ყველაზე ძლიერი, ყველა რკინასავით მართლა ქალის სიტყვებს და რეალურად არავინ არ ცდილობს გაიგოს მართლა როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. წარმოუდგენელია. ლევანიოსელიანმა მე შეგნებულად არ ვამბობ მის სტატუსს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მისი ჯანმრთელობის და ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ანუ მხოლოდ ასე შეიძლება. ალბათ, ხო, წარმოუდგენელი არის და ეს არის ყავს ესეთი რაღაც სახალხო დამცველად წოდებული, რომელსაც სანამ მიტინგით არ მიადგები ოფისთან, მანამდე არ ინტერესდება და რაც თავარია, შემდეგ უკვე ტელევიზიაში გამოდის და ისეთ უფლებადარღვევით განცხადებებს აკეთებს, რომ სრული უცოდინრობის მაგალითი არის პირველ ყოვლისა. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი მართლა არის, მართლა საქართველოში თავისუფალი მედიის თავისუფლების სიმბოლო არის და ამ ხალხს ებრძვიან, ჩვენ ყველას გვებრძვიან მისი სახით. მზიას დამარცხებას სურთ, მაგრამ ამ ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ მათ შეიძლება მოკლან მზია ამაღლობელი, მაგრამ ისინი ვერ გატეხავენ მზია ამაღლობელს, ვერასოდეს ამის იმედი ნუექნებათ და ვერ გაგვტეხავენ, ჩვენ აღარ გვექნება უფლება რომელიმე ჩვენთაგანი გაწყდეს. ჩვენ ისეთ მაგალითს გვაძლევს მზია ამაღლობელი და მათ მოუწევთ მისი გათავისუფლება. და ჩვენ ზუსტად იმიტომ ვდგავართ ახლა აქ, რომ მზია იყოს კარგად და იმიტომაც მოვითხოვთ, რომ მან მიიღოს ის, რაც მას კანონით ეკუთვნის. თან ჩვენ მე გაჩვენებთ აქ არსებულ მდგომარეობას, ხედავთ მომიტინგებს, რომლებიც უკვე არიან რუსული ოცნების ოფისთან გაშლილი ბანერებით, გესმით ალბათ სასტვენების ხმაც პირდაპირ ეთერში და პერიოდულად შეძახილები, მხოლოდ ისეთი ტიპის შეძახილები, რომელიც რუსი ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს შეეფერება, მონაო მართავენ და ის აი არ ვიცი აქედან არ ჩანს, მაგრამ ხელს უქნევს აქციის მონაწილეებს და პროვოცირებას ცდილობს მომიტინგეებისას ირონიული ცევით. არ ვიცი აქედან სახის გარჩევადობა არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ შორია ის ლოკაცია, მაგრამ გონი კარგად არის გასაგები რუსულ ხელისუფლებას როგორი დამოკიდებულება აქვს, მაშინ როდესაც საუბარია ადამიანის გათავისუფლებაზე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს და რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, რუსებო არის ისევ შეძახილი. წარმოუდგენელია როგორი დამოკიდებულებაც აქვს რუსულ რეჟიმს, თუმცა ზუსტად იმიტომაცაა ქართული ოცნება, რუსული რეჟიმი, რომ ისინი საერთოდ არ ღელავენ და არ ფიქრობენ ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ხედავთ რამდენიმე რიგად გამაგრებულ პოლიციელებსაც რუსული ოცნების ოფისის შესასვლელში. მე თან გადავინაცვლებ, რომ გავაგრძელო საუბარი, შემოგთავაზოთ აქ მყოფების პოზიცია. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, აი კიდევ ერთი წარწერა. და აქციის მონაწილეებს აქვთ ასევე პლაკატები შიმშილობის მე-16 დღე თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ხო ეს არის მთავარი სათქმელი, რომელიც აქვთ მომიტინგეებს. ნიკა გვარამიას ვხედავ და მასთან გადავალ ახლა პირდაპირ ეთერში. ნიკა, გადმოვინაცვლეთ უკვე პროკურატურას რუსული ოცნების ოფისთან, იქამდე ვიყავით პროკურატურასთან. მე არ ვიცი თუ დაინახე, როგორ ირონიულად უქნევდნენ ხელს მომიტინგეებს რუსული ოცნების ოფისიდან. რა გვაქვს სათქმე? ჯერ უკან გაატრიალოს ოპერატორმა თუ შეიძლება კამერა და ნახავთ, რომ ეს ყველაფერია პარტიული ოფისის გარდა. ნახეთ, ერთი სამინისტრო გვერდით, მეორე სამინისტრო იუსტიციის გვერდით, მესამე სამინისტრო აგერ იქით პროკურატურა, უკან პოლიციის შენობა, კიდევ უკან ყოფილი გარემოს დაცვის სამინისტრო, ამას ქვია პარტიული ოფისი. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, რომ აქ რაიმე გადაწყდება ისეთი, რისთვისაც ხალხი იკრიბება და რაც ხალხს უნდა. აი ეს ხალხი თავის შენობიანად უნდა წავიდეს, ეს შენობა უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, ისევე როგორც ბევრი რამ, რაც ქართულმა ოცნებამ მოპარული ფულით ააშენა. მზია არის დღეს მათი პირადი პატიმარი, ის ისჯება თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვისაც და ისჯება პატრიოტიზმისთვისაც. დღევანდელი განცხადებები სრულიად მიუღებელია. მე სახალხო დამცველსაც უსმენე, რომ ნორმალურად არის მზია, შეუძლებელია ადამიანი იყოს ნორმალურად 16 დღიანი შიმშილობის მერე და ამას გარდა დღეს შეიძლება ის ნორმალურად გამოიყურებოდეს და ხვალ უბრალოდ
გონზე ვერ მოვიდეს, ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს. მზია ამაღლობელი უნდა გამოვიდეს გარეთ. წერტილი ეს განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პროკურატურა შეუძლია ეს ნებისმიერ დროს გააკეთოს თავისი სასამართლოსთვის მიმართვით, მაგრამ ჩვენს გვაქვს ეს გზა დარჩენილი და ამისთვის გჭირდება მზიას ცნობა წამებაში დაზარალებულად და ამ საქმის გამოძიების დაწყება და ეს კოკაკაციტაძის უწყებამ უნდა გააკეთოს და დროზე გააკეთოს ეს, თორე იქაც უნდა მივიდეთ და იქაც ყოველდღე უნდა გავახსენოთ, რომ ეს ჩვენ გჭირდება. მზია უნდა იყოს გარეთ და ყველა შევახსენებ ოღონდ, რომ ის იმიტომ კი არ შიმშილოს, რომ გარეთ იყოს, იმიტომ რომ აგრძელებს თავის ბრძოლას სამშობლოსთვის და სხვა გზა მას უბრალოდ აღარ დაუტოვეს შიმშილობის გარდა. ძალიან ვღელავთ მისი შიმშილობის გამო, მაგრამ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში ყველა მასთან ერთად ვართ, ისევე როგორც იმ სილაში, რომელიც რეჟიმს გააწნა და არა იმ არაკაც დგებუაძეს. მადლობა ნიკა, ჩვენ ნიკა გვარამიას უსმენთ პირდაპირ ეთერში და მზია ამაღლობელმა განმარტა კიდეც უფლება დამცველების საშუალებით, რომ ის შიმშილობის დაწყებით ებრძვის უსამართლობას და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო შიმშილობა 16 დღის წინ. სერგო რატიანს ხედავდა, ასევე ზვიად ქორიძეს, მათთან დავიწყებ საუბარს. სერგო, პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა ვართ რუსული ოცნების ოფისთან, ვითხოვთ მზიას გათავისუფლებას, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა ახლა სხვა შესაძლებლობას არ იძლევა. რა უნდა იყოს ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღოს სახელმწიფომ, თუმცა რამდენად ველით ამნაბიჯებს რეჟიმისგან, რომელიც იბრალებს, რომ ის არის მთავრობა. რასაკვირველია, ქართული ოცნება გასულია ყოველგვარ საზღვარს გადასცა, ყველა წითელი ხაზი აქვს გადალახული, ოღონდ საზოგადოება დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს გამოგლიჯოს ადამიანები ხელიდან და ასეთი უნდა იყოს ალბათონი მზია, რომელმაც აჩვენა უპრეცედენტო მაგალითი სამოქალაქო ღირსებისა, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ბრძოლისა თავისუფლებისათვის. შესაბამისად, ჩვენც უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, უნდა გვესმოდეს, რომ ის მზია არის დღეს ციხეში, ეს არის არა მხოლოდ პასუხისგებლობა ქართული ოცნებს, არამედ გარკვეულწილად საზოგადოების სირცხვილი, რომელსაც არ შეუძლია დაიხსნას ის აი ამ საშინელი რეჟიმისაგან. დიდი მადლობა ჩვენ. სერგო რატიანს უსმენთ და ზვიად ქორიძესთან გავაგრძელებ ახლა საუბარს პირდაპირ ეთერში. ბატონო ზვიად, მოგესალმებით. ჩვენ საუბრობთ და ვართ ახლა იმ რეალობაში, როდესაც სახელმწიფო გახდა მოძალადე, მისი შემადგენელი სხვადასხვა სამინისტროებით მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტიპის დარღვევა ვნახეთ ჩვენ მზია ამაღლობელის საქმეში და ვხედავთ, რომ აი მაგალითად ის კაცი, რომელსაც უნდა ერქვას და უნდა ასრულებდეს ფუნქციურად სახალხო დამცველის უფლებამოვალეობებს, დღეს გვიმტკიცებს ადამიანზე, ჩვენს კოლეგაზე, ჟურნალისტზე, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, თურმე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. დღეს მთელი სამოხელეო სისტემა, სამოხელეო აპარატი არის ბიძინა ივანიშვილის პროექცია. ჩვენ არც ერთი სტრუქტურიდან, არც ერთი სამთავრობო სააგენტოსგან, არც ერთი დამოუკიდებელი თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტისგან არ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებულს მოვისმენ. ყველაზე ჰუმანური სამთავრობო სააგენტოა, ხო, ჯანდაცვის სამინისტრო და დავინახეთ დღეს ჯანდაცვის მინისტრი როგორ მოიქცა და მას რა ტიპის პასუხისმგებლობა აქვს და რა ტიპის აღქმა აქვს იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოებას ინფორმაცია როგორ უნდა მიაწოდოს, ჩვენ დავინახეთ დღეს მისგან და ამიტომ ამ შემთხვევაში ეს არის უკვე საყოველთაო პროტესტი. აქ ვინმეს ერთი უწყების, ერთი სტრუქტურის მისამართით კი არ არის ეს პროტესტი. მე ესე მგონია, რომ ჩვენ დღეს ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვკვეთოთ სამის ნეზარით ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთლიანად აი ეს მთელი სახელმწიფო ინსტიტუცია ისე ჩაისვა ჯიბეში და ისეთ რაღაცებს აკეთებინებს, რომ ელემენტარულ პასუხისმგებლობასაც კი ეს სტრუქტურები ვერ გრძნობენ, რომ ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მზია ამაღლობელის ძალიან კრიტიკულია. მე 16 დღე მიდის დღეს. მე 16 დღე შიმშილობის აქტს ვერ უძლებს ადამიანის ჯანსაღი ორგანიზმი, იმიტომ რომ ეს არის დიდი სტრესი, ეს არის დიდი პრესინგი საკუთარ ორგანიზმზე და ჩვენ არ ვიცით ხვალ და ზეგ რა შედეგი შეიძლება დადგეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს მზია ამაღლობელმა შეიძლება თავისი ფეხით გაიარა ან თავისი ხელით დაწერა რაღაცა, ან ისაუბრა
უწყვეტად. ეს არ არის სიმშვიდის საფუძველი და ამიტომ თუ ასე შევხედავ, ჩვენ შეიძლება დავინახოთ ძალიან დრამატული და ძალიან ჩემთვის საშინელი სცენარი. ბიძინა ივანიშვილი მზად არის, რომ მზია ამაღლობელი მოკვდეს. ამისთვის არის მზად. და აი ეს ბრაზი თუ არ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ და არ გამოხატა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ გარდა იმისა რომ ეს არის დიქტატორი, ის უკვე დაადგა იმ გზას რომ გახდეს მკვლელი დიქტატორი. მან მოკლას უკვე ადამიანები, გაწიროს ადამიანები, ამას უყურებთ და ჩვენ მოვდივართ აქ და ვაპროტესტებთ ქართულ ოცნებას, პენტენციურ იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურას. ესენი არაფერი არ არიან. ესენი მღილები არიან, ესენი ტკიპები არიან, ესენი არაფერი არ არიან. თავი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს ეუბნება ქართულ საზოგადოებას, რომ მე ვარ მზად გავწირო ადამიანი მოსაკლავად და არ მიღის მისი სიცოცხლე არაფერ. ამას გეუბნება. და ჩვენ ამას სიმშვიდით უყურებ და კიდევ ვიღაცები ბედავენ, აი აქროს ხედან და აქედან რო ფინანსდებიან ეს ადამიანები, ხედან და ქილიკობენ სოციალურ ქსელებში და წერენ რაღაცეებს. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გავა ყველა ადამიანზე. ეს არ არის ესეთი მარტივი საქმე. მადლობა ზვიად ხორიძეს უსმენდით. პასუხისმგებლობა ყველა ადამიანზეა ნამდვილად და ნებისმიერი შეიძლება იყოს შემდეგი, ვის ამოიღებს რეჟიმი მიზანში. ეს ყველასთვის უცნობია, ნებისმიერი შესაძლოა გახდეს შემდეგი, რომელსაც მოექცევიან ისე, როგორც მზია ამაღლობელს ექცევიან. აქ როგორც ხედავთ, არიან ჟურნალისტები, არიან პოლიტიკოსები, არიან უფლებადამცველები. მე ნანა მალაშხიას ვხედავ და მასთან გავაგრძელებ თან საუბარს, მაგრამ გზის მეორე მხარეს, როგორც ჩანს, პროვოკატორები მოაგზავნა ოცნებამ რამდენიმე წუთში გავესაუბრები ნანას. როგორც ჩანს, გზის მეორე მხარეს იყვნენ მობილიზებული ქართული ოცნების მხარდამჭერები და ცდილობდნენ შეურაცხყოფის მიყენებას მომიტინგეებისთვის. მოდით ელისოს კითხავ რა ხდებოდა აქ. ელისო ჯარიაშვილი არის აქ. ელისო, გზის მეორე მხარეს ვინ იყვნენ აგენტ პროვოკატორები ოცნების ერთგულების სამსახურში? ტიტუშკან ვინმე დიდო სამხარაძე მითი და გამოაგზავნა თავისი დაბალი დონის რაღაც მონა. რა უნდა და პროვოცირებას რა ვიცი, შუათითი გვიჩვენეს. აქედან რაც მიიღო, ნუ აი ასეთი მშიშრები არიან. ეს არის ქართული ოცნების სახე. შორიდან თან მირბის და შუათით იშვერს. იმ დროს როცა ქალი შიმშილობს ციხეში. ანუ ეს არის ჩვეულებრივი მსხვერპლი და მე მაინტერესებს მართლა ბიძინა ივანიშვილს რამდენი მსხვერპლი ჭირდება ამ ქვეყანაში. აი რამდენი მსხვერპლი ჭირდება. აი ამ გაუმაძღარ მართლა რუსის მონებს. რა არ ყოფნით? რამდენი ადამიანის სისხლი ჭირდებათ, რამდენი ადამიანის მსხვერპლი ჭირდებათ, ან რამდენი ფული ჭირდებათ, რომ უბრალოდ გაძღნენ. აქ ამის სათქმელად ვართ მოსულები, რომ ამათი სახელი არის მხოლოდ ერთი. ესენი არიან რუსები, ფულზე გაყიდული მონები და ვიდრე მზია ამაღლობელი ციხეში რჩება ერთი დღე, ჩვენ არ გავჩერდებით. დიდი მადლობა ელისო და თავისუფლება მზია ამაღლობელს ხედავთ ჩვენ წარწერას და თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. ნამდვილად როგორც ხედავთ, ოცნების ერთ-ერთი ერთგული იყო გზის მეორე მხარეს, მაგრამ მხოლოდ უხამსი ჟესტით გამოხატა საკუთარი სათქმელი, შემდგომ გაერიდა ვითარებას, როგორც ეს ელისომ უკვე გვითხრა და ნანასთან გავაგრძელებ საუბარს. ნანა, მოკლედ ქართული ოცნების უფრო მეტი წევრი იჯდა, ახლა უკვე შეცოტავდა მათი რაოდენობა. იქთა მხარესაც ერთი ოცნების ერთგული გამოჩნდა, მაგრამ ისიც მიიმალა ტერიტორიიდან. ფაქტია, რომ პროტესტის ხმა არის ყველგან და ფაქტია, რომ ახლა მზია ამაღლობელი არის დასაცავიც და არის გადასარჩენით, იმიტომ რომ ჩვენი კოლეგა შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ალბათ პირველ რიგში სახელმწიფო როდესაც ამ ინფორმაციას იღებს, თუ ეს სახელმწიფო ზრუნავს ან ფიქრობს ადამიანზე, მყისიერი ზომების გატარება უნდა იყოს, ხო? ნომერ პირველი ამოცანა. საპასუხოდ რას ვხედავთ ჩვენ? მოდი ჯერ იმას გეტყვით, აი რადგან დგავარ და ემხელა წარწერას ვხედავ ქართული ოცნება, რომელიც ქართული კოშმარია და ქართული ბოროტება, რომელიც ცემს ადამიანებს სახის ძვლებს ულეწავს, აპატიმრებს უკანონოდ. ეს არის უკანასკნელი რუსული ნარჩენი, რომელიც აუცილებლად უნდა გავიტანოთ აი ამ ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, დღეს მე-16 დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით ვღელათ ამაზე და შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდე ერთხელ თქვათ, რომ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ასევე მინდა სოლიდარობა გამოვხატო მზია ამაღლობელის მიმართ და
ყველა რუსული რეჟიმის ტყვის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ნანა, ჩვენ ნანა მალაშხიას უსმენდით პირდაპირ ეთერში. ნინო ზურიაშვილს ვხედავ აქ და ნინოსთან გავაგრძელებ საუბარს. ნინო, რუსული ოცნების ოფისთან ვართ, იქ არიან ალბათ არალიდერები ამ პოლიტიკური გუნდის, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ახლა მთავარი არის ჩვენი ხმა. რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ყველგან? ეს არის ბოლო შანსი და ბოლო შესაძლებლობა, რომ ჩვენ, ანუ უბრალოდ ბოლო მეთოდი დაგვრჩა, იმიტომ რომ საოცარი არნახული სისხლიანი მთავრობა. აი ამ ადამიანი არის მე-16 დღე არის შიმშილობს. ჩვენ გული გვისკდება, რომ აი წუთი-წუთზე არ ვიცით როგორ გაუარესდება მისი ჯანმრთელობა. არც ჯანმრთელობის მინისტრი, არც იუსტიციის არავინ აზე არ არის, არავინ არ ინტერესდება ამ საქმით და როცა ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, ყურებს იხშობენ. ეს არის უსასტიკესი მთავრობა და ზუსტად ერთადერთი იზღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი ხმა ესე პირდაპირ გავაგონოთ და პირდაპირ შევახსენოთ სინამდვილეში ვინც არიან ესენი. აი ეს იმიტომ დგავართ და ვყვირივართ. დიდი მადლობა ნინო ზურიაშვილს უსმენდით და რუსებო ისევ გესმით შეძახილი. ახლა უკვე ვართ ჩვენ რუსული ოცნების ოფისთან, თუმცა იქამდე ვიყავით გენერალურ პროკურატურასთან და ყველა უწყებას მივაკითხავთ იქამდე, ვიდრე რეჟიმი არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს არის მზია ამაღლობელის გათავისუფლება, იმიტომ რომ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ეს არის ის ფრაზა, რომელზეც დღეს ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მის წარმომადგენელს ჰქონდა მზია ამაღლობელთან კომუნიკაცია. სახელმწიფო არ ინტერესდება მისი მდგომარეობით, ამიტომ თითოეული ჩვენგანის, როგორც მედიის წარმომადგენლის, ასევე ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლის და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, რომ ვიზრუნოთ ერთი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენაზე, რომელიც ახლა ციხეშია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმმა მას მოუწყო პროვოკაცია და სამაგალითოდ უნიშნით შეარჩია, რომ ის დიდი სანდოობით და რეპუტაციით სარგებლობდა საზოგადოებაში, ახლა მზია ამაღლობელის დასჯას ჩვენს თვალწინ ცდილობს რეჟიმი და ჩვენ ამის შესაძლებლობა არც უნდა მივცეთ და არც მივცემთ რუს ივანიშვილს. გენერალურ პროკურატურასთანაც იყო იგივე შეძახილები, იყო იგივე ხმაური, რაც თქვენ ახლა გესმით და ჩვენ აუცილებლად ყველგან მივალთ. ეს არის ერთადერთი გზავნილი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მოუწევს მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ამ ქვეყანაში არის ერთი ინსტიტუცია, ორგანიზაცია, რომელიც თავისი მისიით არის მოწოდებული ადამიანური ემპათიისკენ მოუწოდოს ხელისუფლებებსაც და რეჟიმებსაც. ეს სხვათა შორის არაერთხელ გაუკეთებია კიდეც. ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. ამიტომ მე მინდა მათ მოუწოდო. საუბარი არის ახალგაზრდა ქალზე, ქართველ ჟურნალისტზე, ქალზე, რომელსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვის, არავინ არ დაუზიანებია, იურიდიული თვალსაზრისითაც კი დანაშაულის შემადგენლობა არ არის თუნდაც იმ კონკრეტულ აქტში, რის გამოც ის ციხეში ყავთ გამომწყდეული, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, იშუამავლონ. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ჟურნალისტი ქალი პოლიტიკური ტყვე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს. დაფიქრდით, მე-16 დღეა შიმშილობს. პასუხისმგებლები ხართ თქვენ. ბიძინა ივანიშვილი და მას დაქვემდებარებული მერე მონები. მოვუწოდებთ ბატონ ივანიშვილს და მას დაქვემდებარებულ მთელ აი ამ ოლიგარქიულ კლანს სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. პასუხისმგებლობა გეკისრებათ ყველას. ეხლა არის განგაში ასატეხი, იმიტომ რომ მე-16 დღეა ის შიმშილობს და არაპირებს შეწყვიტოს შიმშილობა.
დარგაშია საჭირო იმ ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მას აქვს 16 დღის შიმშილობა, უკვე საერთოდ სხვა სიფრთხეში აყენებს ამ საქმეს, საერთოდ სხვა საფრთხის ქვეშ აყენებს ამ რეალობას. ამიტომ ჩვენ ახლა უკვე ძალიან უნდა გავაქტიურდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე შეიძლება დავთქვით, იმიტომ რომ მას გააზრებულია გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. პროკურორის გვარს ვიხსენებდით მედალიკა და ვერ გავიხსენეთ. ეგ იყო ყველაზე კარგი ამ ამბავში. ანუ ეს არის უსახური მონების რაღაცა ნაცრისფერი მასა. ივანიშვილის მონების. სასწრაფოდ მზიამაღლობელი გარეთ. ეს არის ჩემი მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნა. ივანიშვილი ჩუკოტკაზე, კობახიძე, კამჩატკაზე. აი მანდარი მათი აქვს. ყალაძე სადმე არქტიკაზე სახიფათო, იმიტომ რუსეთის აგენტია და რუსეთის საქმეს გააკეთებს იქაც, სადაც ტრამპს თავისი ინტერესები. გეოპოლიტიკური ამბები წდება. დეგედიერე რუსები დეა ყველაფრით ჩანს და იკვეთება ძირს ბიძინა ივანიშვილის სასტიკი რუსული რეჟიმი. ძირს ბიძინა ივანიშვილი. თავისუფლად მზია უკანონო პატიმრობით. პროკურატურას ხელით ეხება რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღკვეთის შეცვლა. ამიტომ მოვუწოდებთ გაბიტაშვილს რომ მიმართოს ასეთი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვოს მზიასთვის აღკვეთის მისცემის შეცვლა და გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ეს არის ჩვენი მთავარი მოწოდება. მზია, სინდისი, პატიოსნება, სიამაყე ყველა ქართველის, ყველა ჟურნალისტის და მეორე მხარეს ივანიშვილი და ეგრეთ წოდებული მოსამართლე და პროკურატურა. ეს მოჩვენებითი ძალაუფლება არ დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ რაც უფრო მალე გაუშვებენ, უკეთესია მათთვის პირველ რიგში, თორე ქალბატონ მზია არის ყველაზე თავისუფალი. სასახა სოლიდარობა ქალბატონ მზიას, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყოველას მისის პატრონს. არ არსებობდა მზიას კიდე რაც ტყიცებულებებზე, ზემოქმედებაზე ზემოქმედების ან განადგურების რისკი და რა თქმა უნდა, არ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, რადგან ის გარშემოქმული იყო პოლიციელებით და პოლიციელებზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა. მზია არის რეჟიმის პატიმარი, გარდა ამისა, მზია არის წამების მსხვერპლი. ეს უწყება არის ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც არც ერთხელ არ მოუხდენია რეაგირება აქციების დაწყების დღიდან, მას შემდეგ რაც ხილულად დაასისხლიანეს ადამიანები, ქონდათ უმძიმესი სასიკვდილო ტრავმები მიყენებული, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. არ გაუკეთებიათ განცხადება დაპატიმრებულ ექიმებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ისინი დუმან ამ სამინისტროს ხელმძღვანელობას და მისი თანამშრომლების დღეს წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ სამინისტროს. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს, ეს არის ის ხმა, რომელიც და ის ფრაზა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად ისმოდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. დღეს ჩვენ მივედით გენერალურ პროკურატურასთან, ასევე რუსული ოცნების ოფისთან, თქვენ ნახეთ პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება, რაში იყო საჭიროება, რაში დასჭირდა რეჟიმს, რა საფრთხე იგრძნო. არ ვიცით, თუმცა ჩვენ მათ შორის მედიის წარმომადგენლები, სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვაგრძელებთ პროტესტს, რასაკვირველია იქნება ახალი ლოკაციები, იქნება ხმაურიც და აქციებიც იქამდე, ვიდრე რეჟიმი არ გადახედავს საკუთარ რეპრესიულ, ეგრეთ წოდებულ სამართლებრივ პროცესებს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც რეალურად იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.